ნინო დათაშვილმა რუსთავის ქალთა კოლონია დატოვა რეჟიმმა მასწავლებელი იქამდე არ გაათავისუფლა, სანამ მისი მდგომარეობა არ დამძიმდა. ახლა მას ორი ოპერაცია ესაჭიროება. დათაშვილმა 4 თვე გაატარა საპატიმროში, ის ციხიდან 5,000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს. აქტივისტების ცნობით გირაოს თანხა 8 წუთში აგროვდა. კეთინა დიბაიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში, კეთი გისმენთ. ნინო დათაშვილმა რუსთავის ქალთა ციხე დატოვა განცხადების გარეშე. მედიას თხოვა, რომ ცუდად ყოფნის გამო არ შეეძლო საუბარი, ასევე თხოვა იქ მყოფ მის მეგობრებს და მხარდამჭერებს, რომ არ ჩახუტებოდნენ, რადგან ტკივა მთელი სხეული აი ამ ფიზიკურ მდგომარეობაში ტოვებს ის 4 თვის თავზე სასჯელ ახსულების დაწესებულებას. დიდი ალბათობით მას დღესვე საავადმყოფოშიც გადაიყვანენ. სერიოზული სამედიცინო მკურნალობა სჭირდება მას და არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ საუბარია ქირურგიულ ოპერაციებზე. მას აქვს ხერხემლის პრობლემა, რომელიც პრობლემას უქმნის შემდეგ უკვე კიდურებზეც და გადაადგილების მხრივაც და დღეს ის საკუთარ სასამართლოს ხდომასაც ვერ დაესწრო და დისტანციურად მიიღო ამ ხდომაში მონაწილეობა, სადაც გადაწყდა, რომ მას გამოუშვებდნენ გირაოს სანაცვლოდ. პროკურატურამ და სასამართლომ პოზიცია მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, რაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და დამძიმდა და სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის საფუძველზეც 5,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ნინო დათაშვილი გაათავისუფლეს. დავიჯდე უბრალოდ არ ჩამეხუდა რა გეხოცები არავინ კივა ყველაფერი დაიჯდო მამინდა ბოდიში ხალხო და მადლობა ძალიან ყველას ტკივილები მაგალითად ხერხემალზე როდესაც ქონდა მერე უკვე გადაიზარდა ეს ტკივილები კისერში, გადმოეცალა ძალა კიდურებში, ქონდა მუდმივი დაჭიმულობა და დაძაბულობა, უჭირდა თვითმოვლის უნარები, უჭირდა თვითმოვლა, არ ქონდა ეს უნარები, შეზღუდული ქონდა. შესაბამისად ადამიანი იყო ტანჯვის მდგომარეობაში და ამის შესახებ იცოდა პროკურატურა, სასამართლომაც იცოდა. ეს 4 თვე ნინოსთვის იყო გამოუსწორებელი ზიანის მიყენების პერიოდი, იმიტომ რომ ეხლა უკვე ნინოს 2 ოპერაცია აქვს გასაკეთებელი, როდესაც ადამიანი ყოველ დღე იმყოფება ძალიან მძიმე ტკივილების მდგომარეობაში, როდესაც გადაადგილება და მოძრაობაც კი უჭირთ, რა თქმა უნდა, ეს იყო მის მიმართ ტანჯვა და ამაზე პასუხისმგებლობა აქვს ორგანოს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ის მოეთავსებინა პენიტენციურ დაწესებულებაში. როგორც მოისმენთ, ნინო დათაშვილის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ზიანი, რომელიც ციხეში მას მიადგა ამ 4 თვის განმავლობაში, ჯანმრთელობის მხრივ შესაძლოა აღმოჩნდეს გამოუსწორებელი. პატიმრობიდან და დაპატიმრებიდან რამდენიმე კვირაშივე მისი ადვოკატები ითხოვდნენ, რომ ის უნდა გადაეყვანათ მრავალპროფილურ კლინიკაში მკურნალობისთვის, რადგან ციხის პირობებში მისი გამოჯანმრთელება ვერ ხერხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ნინო დათაშვილის მისწერილებში ხას უსვამდა, რომ მას ციხეში კარგად ეპყრობიან, აქცევენ ყურადღებას, ფიზიკურად ციხეს არ აქვს ის რესურსი, რომელიც მის მოთხოვნილებებს ჯანმრთელობის და მკურნალობის თვალსაზრისით დააკმაყოფილებდა. ამიტომ ითხოვდა თავიდანვე მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას, რომ ის ციხეში აღარ უნდა დარჩენილიყო. თუმცა ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ და სასამართლომ მიიღო უკვე 4 თვის თავზე და ახლა მისი ინტერესების დამცველები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ზიანი ჯანმრთელობის მხრივ იყოს უკვე გამოუსწორებელი. დღეს რუსთავში იმყოფებოდნენ მისი მეგობრები და მხარდამჭერებიც, რომლებიც ელოდებოდნენ მას ციხესთან. ისინი მიიჩნევენ, რომ ნინო დათაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და არის ერთ-ერთი, ვისაც ქართული ოცნების ხელისუფლება დღეს დემონსტრაციულად სჯის. თვეების განმავლობაში ვაფრთხილებდით როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურას და საზოგადოებასაც, რომ მომხდარიყო მისი დაუყოვნებლივი განთავისუფლება. დიახ, სწორედ ეს სისტემა არის დამნაშავე იმაში, რომ საკუთარი ფეხით, ასე ვთქვათ, როცა გადაადგილდებოდა ის დამოუკიდებლად, შევიდა საპატიმრო დაწესებულებაში და ფაქტობრივად ძლივს გამოვიდა იქიდან და მისი მდგომარეობა რო ასე დამძიმდა. ახლა პრიორიტეტი არის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი მდგომარეობის გაუმჯობესება და ადეკვატური მკურნალობის ჩატარება. ძალიან დიდი უსამართლობა იყო ნინოს პატიმრობა და ძალიან მიხარია ხარო ეს გირაო შეეფარდა და ამით ხო არ დასრულებულა, ნინო არ გათავისუფლებულა, უბრალოდ პატიმრობა შეეცვალა გირაოთი. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ნინოს სასარგებლოდ გადაწყდება ეს ამბავი, იმიტომ რომ ნინო არის ცამდე მართალი და სრულიად უდანაშაულო. ნინო დათაშვილი თავიდანვე იყო უსამართლოდ დაპატიმრებული, სრულიად პოლიტიკური მოტივებით და ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებდით, როგორ სადისტურად ეპყრობოდა მას რეჟიმი და ფაქტობრივად მისი ჯანმრთელობა გაანადგურეს და პრაქტიკულად სიკვდილამდე მიიყვანეს ეს ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ეს გვახსოვდეს, ეს პასუხისმგებლობა ყოველთვის დავაკისროთ რეჟიმს და
მოვთხოვოთ პასუხები, ხო, ის რომ ეხლა ნინო გამოდის და გირაოთი არ ნიშნავს, რომ რაიმე პასუხისმგებლობა ეხსნება ქართულ ოცნებას. ნინოს ციხეში ყოფნა, როგორც უდანაშაულო ადამიანის რეალურად და ასევე ქალის, ემსახურება სხვა ადამიანების დაშინებას პირველ რიგში, რომლებიც პროტესტში აქტიურად არიან ჩართულები და ასევე პროტესტის კრიმინალიზებას. მისი ციხეში ყოფნა ემსახურებოდა ასევე მის ალბათ არაადამიანურ მოპყრობაზე ხაზის გასმას, ანუ რეჟიმის მხრიდან ზეწოლას იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც უნდათ წინააღმდეგობა და ცვლილებები ამ ქვეყანაში. თუმცა ვერავინ ვერ შეაშინეს ამით ვერც ნინო დათაშვილი და ვერც პროტესტის მონაწილეები. მასწავლებელი ნინო დათაშვილი ამ ეტაპზე თავისუფალია, თუმცა საზოგადოებას განვუმარტავ, რომ ეს არ არის მის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება და განაჩენი, ეს არის მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების ცვლილება, საბოლოოდ კი რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მის საქმესთან დაკავშირებით, ამას სამომავლოდ ვნახავთ, მას ბრალი ედება და მას ადანაშაულებენ საქალაქო სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის გამო და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, მისი საქმის განხილვები გაგრძელდება, ჯერჯერობით არ ვიცით მოახერხებს თუ არა თავად ბრალდებული, რომ ამ სხდომებში ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მონაწილეობა მიიღოს.